მსახიობობა გადავწყვიტე ერთი ამბის შემდეგ ბავშვობაში. ბიძაჩემს გაუფუჭდა მანქანა იქ იმერეთში და დატოვა ეზოში რა ამას მე ვეღარ ვატარებო და ძველი მანქანა იყო ჟიგული და მაშინ ალბათ ვიყავი 7-8 წლის დაახლოებით. ხო და ძალიან შემიყვარდა ეს მანქანა ბიძაჩემა რო დატოვა იქ ეს წითელი შინდისფერი სალონი ქონდა ლამაზი და რო ჩავჯექი იმ ღამეს მე სიამოვნა რომ ნეტა ეს მანქანა ჩემი იქნებოდეს და მე მამაჩემს უთხარი მე მინდა რომ მანქანის მართვა ვისწავლო და ოღონდ ეს მანქანა აღარ იქოქებოდა უბრალოდ მაგნიტოფონი ირთვებოდა შიგნით მუსიკები მქონდა ჩართული და აბა ვისწავლოთ ახლა მე და შენ მანქანის მართვა აბა დაქოქე გასაღები გადაწიე გადავწიე თან უნდა გაახმოვანო ახლა რა მამაჩემი მეხმარებოდა მაშინ გავახმოვანე აი ეს არის ნეიტრალი კარგია ახლა დააჭირეთ ცეპლენიას ფეხი ოღონდ ცეპლენიას დააჭერ ფეხს თავისუფლდება ძრავი ახლა პირველი არის ეს მეორე ეს თავიდან ეს მასწავლა მესამე მეოთხე და მერე უკანასლა ესე და ესენი ვისწავლე აბა ჩააგდე პირველში ახლა წაათამაშე გაზი ოღონდ ხმით მამაჩემი არა ჩაქრა კაცო ცეპლენიას უნდა აუშვა ცოტა ფეხი გაზი უნდა მოკლეთ ასე იყო ეს ჩემი მანქანის მართვის სწავლება მე მამაჩემი წავიდა და მეც ვახმოვანებდი ამას ჩემთვის ეს მანქანა ეზოში იყო მე გაწვიმდებოდა და ეს ქოქავდი ჩხჭზე და მე იქ წარმოსახვაში გავიჩინე შეყვარებული და გაუჩერე მანქანა გამარჯობა როგორ ეს ჩემთვის ხდება ახლა მანქანაში თან წვიმს გარეთ მუსიკა ჩართული მაქვს ჩამოვედი ყვავილი მივართვი თითქოს გავუღე კარები და ჩემი სამყაროა იქ შექმნილი რა და ძალიან მომეწონა ეს კინოკადრები და ჩემი თავი ამ როლში და მე ვფიქრობ რომ აქედან თავისთავად წამოვიდა რომ გადავწყვეტე მსახიობობა მე გამართულ მანქანაზე რო დავჯექი უკვე მე მანქანის მართვა ვიცოდი იმიტომ რომ გაფუჭებულ მანქანაზე ვისწავლე ტარები დაიწყო ბატონი რობერტ სტორუა სახელით და გვარი საიდან გავიგე იცით მე-4 კლასში ვიყავი დაახლოებით და წყალტუბოში ხდება წყალტუბოს სკოლაში იქ დავამთავრე სკოლა და ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან პატარ-პატარა ნაწყვეტები უნდა გვეჩვენებინა და ბატონი ოტია მობძანდა და ჩვენ პირველად ვნახეთ მაშინ ბატონი ოტია იოსელიანი კი ვიცოდით დაჩის ზღაპრებიც ვისწავლეთ და ვიცოდით მწერალი და პოეტი ოტია იოსელიანი და ცოცხლად პირველად ვნახეთ და ნუ ეს რო ვაჩვენეთ თავისი ნაწყვეტები ხო ახლა კაია ჩემო ბატონი ყველაფერი ახლა კი ახლა თქვენთან არაფერი არ აქვს პრეტენზია კარგად დაგიზეპირებია ტელექსები და იგენი მაგრამ ახლა დადგმის რა მოგახსენოთ მაგრამ მე რა უფლება მაქვს ჩავერიო იმიტომ რომ ეს პედაგოგება დაგიდგეს ალბათ მაგრამ დადგმას რა შეეხება უნდა იცოდეთ ახლა შეიძლება იცით კიდევაც არ ვიცი მაგრამ ეს არის სოფლიო დონის რეჟისორი რობიკო სტურუა კაცო მაგაზე დიდიმი არ მეგულება რამე თუ არის არა იყვნენ მანამდეც ბატონი ოტია ამბობს იყვნენ მანამდეც ახლა დიდი რეჟისორები ახლა აღარ მინდა სახელი და გვარები დავასახელო კაცო ძალიან ბუმბერაზი რეჟისორები იყვნენ მაგრამ ამან გადაატრიალა თეატრალური სამყარო კაცო იგი ძალიან ძლიერი გამოდგა რობიკო სტურუა ახლა მოусმინე მე ამ ბოლო დროს და შექსპირის უბადლო შემსრულებლად და ბრეხტის უბადლო შემსრულებლად აღიარა მსოფლიო იგი მაგარი ვიღაცა გამოდგა კაცო ხო და დამაინტერესა პირველად გავიგე რობერტ სტურუას სახელი და გვარი მაშინ მე-4 კლასში ვიყავი და ნუ მე ძალიან მოკლედ მორჩა ეს საღამო და გავარდი სახლში და დედაჩემს და მამაჩემს ვეუბნები აუ დედა მამა რობერტ სტურუა ვინაა მეთქი ოტია იოსელიანმა თქვა რომ ღირსეული პიროვნებაა და მსოფლიოში ყველაზე მაგარია და რეჟისორი და მითხარით რა ვინ არის რობერტ სტურუა და მითხრეს მშობლებმა მე ბატონი რობერტის შესახებ იქ გავიგე პირველად